მეორე ტაიმი ჩემთვის იყო მართლა ესეც ზეიმი, როცა ორივე გუნდი ძალიან მაგრად თამაშობდა იმ რეჟიმში, რაში ძლიერია ბარსა კომბინაციურ ფეხბურთში და რეალი ამ სწრაფ ჩეტევებში. არსენალი გაიზარდა ცოტა რა და ბევრად უფრო გამოცდილი გუნდია ვიდრე PSG. ბავშვები, რომლებიც ფეხბურთს სწავლობენ, ისინი უნდა დასვა და აჩვენო მართლა როგორ ამოდის ინტერი დაცვიდან. მოგესალმებით, თითქმის 10 დღიანი პაუზის შემდეგ სპორტულ-ანალიტიკური პოდკასტი შედეგს მიღმა გიბრუნდებათ. ეს არის მე-14 ეპიზოდი. დაუბრუნდით მე და რეზი, ბიჭებო მოგესალმებით, ირაკლი ისევ ჩვენთან ერთად არის. არცარსაც წავსულო. კი ბატონო, საკმაოდ კარგი ეპიზოდი ქონდა წინათ ნიკა ხევხიშვილთან ერთად და რომელიც სხვა შორის პარასკევს დავდეთ ჩემპიონთა ლიგიდან გამომდინარე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა მაყურებელმა ნახა. მანამ სანამ ამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ დალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი არხი, YouTube არხი და სრული სამებს შეგიძლიათ გამოგყვეთ Facebook-სა და TikTok-ზე, იმისთვის რომ მარტივად მიაგნოთ ლინკებს, აღწერაში დაგიტოვებთ. ბიჭებო, როგორ ახართ? კარგად. ნუ მე ისე რა. კარგი. ცოტა ცუდი შედეგები. ოკეი. მოკლედ, რა თემაზე სასაუბროთ შევიკრიბეთ? უპირველეს ყოვლისა, ყველა ტურნირი თითქმის გადის ბოლოსკენ, სეზონი ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის, თუმცა ალბათ საინტერესო და სასაუბრო სწორედ ამ პერიოდშია ბევრი. მქონდა ელ კლასიკო ამ სეზონში უკვე მესამე და ისევ ბარსელონას და გამარჯვებით დასრულდა და იყო ძალიან მაგარი თამაში. ჩემს აზრით, ყოველ შემთხვევაში, კოპა დელ რეის ფინალში რეალ და ბარსელონა კიდევ ერთხელ გადაეკვეთნენ ერთმანეთს და მე მგონი ამ სეზონის ყველაზე კარგი ელ კლასიკო ეხა ვნახეთ და მაინტერესებს თქვენი აზრი. თუმცა სანამ უშუალოდ თამაშის პერიპეტიებზე გადავახვიოთ ცოტა უკან და მატჩამდე რაც მოხდა იმასაც შევეხოთ. რეალმა დაახლოებით ესე 24 საათი ადრე მატჩამდე განაცხადა, რომ ჩვენ არ გავალთ მოედანზე, თუ არ შეიცვლება მთავარი მსაჯი დებურგოსი და არ შეიცვლება ვიდეო რეფერის მთლიანი სტაფი. გახსენდებათ ეგეთი რაღაცა, რომ ერთი დღით ადრე გუნდმა უარი განაცხადა ლამის თამაშზე? მე მახსენდება, ნუ მაშინ უარი არ იყო. მაგრამ მე მახსენდება ჩვენი ჯახი როცა იყო, ისეთი საშინელებები აკეთეს, რომ მეორე თამაშზე არ გავალთო არა ინტერმაქნა წელი არ მახსოვს, გამოუყვანა იუვენტუს აკადემიის ბავშვები და იმათი თამაშის ერთმანეთში და 6-0 თუ რაღაც ეგეთი მოუგო. ეს კალჩოპოლის დროს არა, უფრო მე ფენერბახჩემ გააკეთა 2 წლის წინ თასიდან რო გავიდა, ხო? ნუ გალათასარაისთან თამაშდა, მე მგონი მიატოვა თუ ვიღაც ზუსტად ეგრე ბავშვები გამოიყვანეს თუ რაღაც დავსი მეცნობს. იმიტომ რომ ფენერბახჩე მაშინ და ან აკრეფილი იყო მსაჯებზე და რაღაც თელ სიგიჟეებს აკეთებდნენ იმ პერიოდში და მე მოვურნიო მოიყვანეს და მსაჯებზე აღარ ლაპარაკობ. ეგ ხა გასაკვირი არის ესეთ დონეზე. ჯერტი შეუძლებელია რომ მადრიდის რეალს გაეგო რომ დებურგოსი იქნებოდა მსაჯი წინათღით. ეგეთი რაღაცები 3-4 დღით ადრე ხდება ხოლმე ცნობილი და ხო ცოტა ნუ როგორც სოფლიო პრესამ შეაფასა ბუნებრივია ეს იყო რაღაცა ზეწოლის მსგავსი მსაჯებზე. და საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა მე ოფიციალური განცხადება ისეთი დადეს რომ ჩვენ არც განვიხილავდითო რომ მონაწილეობა არ მიგვეღო თამაშშიო და ნუ საბოლოო ჯამში ფინალი შედგა და ფეხბურთის გულშემატკივრები ძალიან ბევრს დაკარგავდნენ რომ ეს ფინალი არ შემდგარიყო. სოსიედადის ვარიანტი განიხილებოდა და ნუ მოკლედ ცოტა სიგიჟეებში გადავიდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მატჩი შედგა და რას ფიქრობთ მოკლედ დარწმუნებული ვარ რომ უყურეთ მატჩს. მე შენ რო ვიცი რომ დაიწყებ და გახვალ დამკაშდა. მე პატარა იმას ვიტყვი რომ ძალიან ბევრი ვიწვალეთ და ალბათ თელმა ქვეყანამ როგორც მინიმუმ ამ თამაშს ყურება, იმიტომ რომ არც ერთ პლატფორმაზე, არც ერთ არხზე არ იყო. ერთი 4-მან 5-მა სხვადასხვა ლინკმა გამიჭედა და ბოლოს იკამ მიშველა ისიც ჭედავდა, მაგრამ ნაკლებად და შემიძლია ვთქვა რომ ამ თამაშს ვერ უყურე. კი უყურე, მაგრამ თან ვერ უყურე. ხო და ეგ მქონდა ერთადერთი პრობლემა და რაც ვნახე იმას სავარაუდოდ იტყვი და ამიტომ დაიწყე და ჩვენ ლინკებზე მე-11 კლასი გამახსენდა რა სოფკას და რაღაცებს რო ვიწერდით რომ ფეხბურთს ვეყურებინა და იქ რაღაცა საშინელი რეკლამები რო ხდებოდა და იმათ რო თიშავდი და თან კაი დაუბრუნდით რეზი პირველი ტაიმი ბარსა დომინირებდა ანუ 70%-ზე მეტი ქონდა მე მგონი ბურთის ფლობა, გოლი დროის მომენტი იყო აშკარად, ეს რეალის რომბი რეალი დაუბრუნდა ძველ სქემას. ძველ შარშანელ სქემას, როცა რომბი იყო ნახევარდაცვაში და არ მუშაობდა აშკარად, იმიტომ რომ შეტევაში არ გამოსდიოდა საერთოდ არაფერი. დაცვაში მეტნაკლებად არ აუშავდა რეალს, მაგრამ ნუ როდესაც უკვე ალღისებურად მოდის ერთ შეტევას მეორე მოყვება ეგრევე ძნელი ამ დროს თავის
დაცვა რომ აი მომენტი ვერ შეგიქმნას მოწინააღმდეგე. აი რეალი თვითონ ვერ ქმნიდა ვერაფერს 0.06 ქონდა XG პირველ დაიმში, არც ერთი დარტყმა კარში და გოლის ეპიზოდი უნდა ვახსენო, იმიტომ რომ აშკარად რაღაც ორმა ფეხბურთელმა ძალიან დიდი სისულელე გააკეთა. ჯერ ბელინგემს ასე ჩაუჭრეს და ესე დადგა ცენტრში, ესე თავს შემოირთვა ხელები და იდგა. მაგის თესხოვანად. კი, წინ ედგა პედრი. პედრიმ გააკეთა პასი, გაიქცა იქ, მიირბინა და ეს ბელინგემი ცენტრში დადგა და პედრიმ გაიტანა და მეორე იყო რომ სებალიოსი, რომელსაც უნდა დაეცვა ეს ზონა 14, საიდანაც გოლი გავიდა. შევარდა საჯარიმოში და იამალზე იდგა 3 კაცი. ეს მივიდა მეოთხე კაცად, რატო იყო ეს საჭირო და დატოვეს თავარი ზონა და გოლიც აქედან გავიდა. შემდეგ უკვე ანჩელოტიმ გამოიყვანა მბაპე და რეალმა გააკეთა ის, რასაც აკეთებდა ხოლმე ამ ლეგენდარული კამბექების დროს, როცა პერსონალურ პრესინგზე გადადიან და ხსნიან ბოლომდე თამაშს და აი ქაოსში, სადაც რეალი ძირითადად იგებს ხოლმე და აქაც დამსახურებულად გაიტანა გოლები, სტანდარტებიდან გავიდა ორივე, მაგრამ რეალს ან კონჩეტევებზე და აი მართლა სამეფო გუნდი იყო კონჩეტევებზე რა, ძალიან მაგრად უტევდნენ მბაპე, ვინისიუსი ორივე. მაგარი იყო ვინისიუსი არ ქონდა ესეთი სტატისტიკაში რომ ჩაეწერება ეს გოლები, მაგრამ ნუ მაგარი თამაში ქონდა მართლა იმ მონაკვეთში. მაგრამ ეს არის როგორც ისო, გარდამავალი თამაში რა, ანუ რეალს ქონდა მომენტები, მაგრამ ბარსას ქონდა 3-3-ზე შეტევა, 3-2-ზე შეტევა და რაფინია ურტყამდა ძალიან უაზროდ. და ნუ შემდეგ ბარსამაც გაათანაბრა რომ ესეთი გოლი იყო, ზურგს უკან გადაკიდეს და კურტუა გამოვიდა ცოტა უაზროდ და ნუ დამატებით დროში უკვე მის აი ეზოშიც კი ვისაც უთამაშია ფეხბურთი ალბათ ხშირად ქონდა ეგეთი ეპიზოდი, როდესაც ვერ უგებ ერთმანეთს პასი საით კეთდება, ანუ ერთი მოდრიჩი უკეთებდა პასს როგორც შეტევის მშენებლობისთვის, ბილდაპისთვის, რა, ანუ და შეინარჩუნებინა ბურთი და ისე ელოდებოდა რომ წინ გაუკეთებდა და წინ გააკეთა მოძრაობა და შემდეგ ეს კონდენ დაიჭირეს მის კომუნიკაცია და დარტყმაც კარგი გამოვიდა. თვითონ ელ კლასიკო მეორე ტაიმი ჩემთვის იყო მართლა ესეთი ზეიმი, როცა ორივე გუნდი ძალიან მაგრად თამაშობდა იმ რეჟიმში, რაშიც ძლიერია ბარსა კომბინაციურ ფეხბურთში და რეალი ამ სწრაფ შეტევებში. დიდი ხნის შემდეგ, აი, რატო ვთქვი რომ მომეწონა ელ კლასიკო, ელ კლასიკოს უხდება ეს დაძაბულობა, რაღაცა უხეში თამაშიც მე არ ვამბობ რაღაცას ვარ გადასულს, ყინოლები უნდა ესოლონ საჯებს მეთქი. არ ვამბობ რუდიგერის გასაგონად, მაგრამ აი ეს უხეში თამაში დაძაბულობა, ყვითელი ბარათების ფრიალი რა თქმა უნდა უხდება ელ კლასიკოს. მე მაინც შთაბეჭდილება დამრჩა რომ ნებისმიერ შემთხვევაში ბარსა რაღაცა 30%-ით ფიქრობდა იმაზე, რომ რამდენიმე დღეში სათამაშო გვაქვს ლიგაზე და განსაკუთრებით ეგ შთაბეჭდილება დამრჩა პირველი გოლის შემდეგ. იმიტომ რომ რეალმა რა კამბეკით შეასრულა რეზე მეორე ტაიმში, მაგისთვის ნიადაგი მომზადდა პირველი ტაიმის ბოლოსკენ. პირველი ტაიმის ბოლოსკენ რეალმა ოდნავ გაათანაბრა თამაში და მე ვფიქრობ რომ მაგაში ბარსა წაიხმარა, ასე ვთქვათ რა და მერე უკვე ეს ინდივიდუალური პრესინგი რომელიც ითამაშა რეალმა ну გასაკვირად არა, მაგრამ იყო საკმაოდ ხარისხიანი და სწორედ აქედან დადგა რეალურად შედეგი. აი ეს კონშეტევები, რომელიც ახსენე მართლა სამეფო კლუბის კონშეტევები, იქედან უფრო მეტის მიღება შეეძლო რეალს. თუ გახსოვს ვინისიუსმა რომ პასი გაუკეთა პაპეს და კუბარს იმკუტა. აი ეგეთი მომენტებიდან უფრო მეტი უნდა გამოეწურა რეალს, იმიტომ რომ ის იყო პერიოდი, როცა ბარსა თითქოს გამოეთიშა თამაშს, ის შეტევები იამალიმ დაკარგა, პედრიმ დაკარგა მოედნის ცენტრში და აი ეგეთი გიჟური გაქცევები რეალს უფრო შედეგიანად რო გამოიყენებინა, მე ვფიქრობ რომ იყო შანსი იმისა, რომ ოდნავ სხვა შედეგი დამდგარიყო. ხო, თასი მოიგოთ რა, ეგ იყო პრინციპი. ხო და ერთი კიდე პირველად ნახეთ მე მგონი რეალის პრესინგი, რომ მართლა პრესინგი იყო ამ სეზონში. თითქმის არც სად გამოიყენა დიდ თამაში და აქ რაღაც გუშინ ის შეგრძნება გამიჩნდა, რომ მე მგონი ამათ იციან პრესინგის თამაში. უბრალოდ ეზარებათ. ხო. ნუ ბელინგემის ის მომენტი საერთოდ სასწაული, ან კაი რაღაცა პასი არ გამოვიდა, ვახ ჯანდაბა, მაგრამ სადღაც ხო უნდა დაბრუნდე თამაში, არა? ან ბელინგემს ეგ აქვს დორტმუნდიდან უყოლებული რაღაც მომენტებში კონცენტრაციას ეთიშება თამაში და აი დორტმუნდში ცოტა რა რაღაც გაბრაზებული წავიდა და რაღაც ბანერს ურტყამდა ფეხს და ამ დროს ფეხბურთი მიდის იქით რა. ანუ ეგეთები იცის კარიერულად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რავი თაობის ერთ-ერთი ტალანტია. ეს რაღაც სასწაული თამაში ქონდა გუშინ ბელინგემსაც და პედრი ბელინგემი იყო 1-1-ზე სასწაული დუელი. ნუ იმ მომენტს თუ არ ჩავთვლით, რომ ბელინგემმა ცოტა ხანი კაი მოდი მე რაღაცა იქ გოდებას უნდა მივეცეო და ცენტრში რო დარჩა და მე მეორე ტაიმში კიდე ერთი რაც ძალიან მომეწონა რეალისგან, ძალიან მარტივი კედლით, როგორ ბარსელონას მაღალი პრესინგის ხაზით სულ დღეს ჩააგდეს და ბარსელონას ეს ძალიან მაგარი ძალიან რასაც პრესავდნენ რა, როგორც პრესავს ბარსელონა და
მაგან ცოტა გამახარა. რატო გადაცემის ბოლოში გავიდა? კი ბატონო, ისიც სათქმელია პრინციპში, რომ აი ბარსა რო ჩემპიონთა ლიგაზეც ფიქრობდა თქო, რომ გასაგებია ნუ დაღლილობა ერთია, მაგრამ შეიძლება ეგეთ თამაში იგივე პედრის, იგივე დეიონგს ეთამაშათ თქვათ ბოლომდე 120 წუთი, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ჩემპიონთა ლიგა აქვს კარს მომდგარი ბარსას, პედრიც გავიდა საბოლოო ჯამში, ზოგიერთებს კი ქონდათ იმედი რომ მცირე ტრავმის გამო, მაგრამ დაასვენა, დეიონგიც გავიდა თან საკმაოდ ადრე. ნუ მოკლედ ცოტა უსამართლობის შეგრძნება ალბათ ჩდება ბარსელონას ფანების პერსპექტივიდან, იმიტომ რომ ეს აქ ფინალი, მე რამდენიმე დღეში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი და თუმცა ნუ თანამედროვე ფეხბურთი ეგრეა და თან ახლა ბარსელონას მეეჭება დაღლილობა შემოაწვეს, იმიტომ რომ იმხელა ფსიქოლოგიური ბუსტია ეგეთი თასის ესეთ სიტუაციაში მოგება თან მესამე თამაშს უგებ ელ კლასიკოს რეალს ამ სეზონში, თან იგებ თასს, თან საკმაოდ ახალგაზრდა გუნდია, თან ჰანსი ფლიკი ყავს მწვრთნელი, რომელიც ფიზიკურ კონდიციებზე უდიდეს ყურადღებას ამახვილებს. ნუ ნებისმიერ შემთხვევაში მოკლედ მიულოცოთ ბარსელონას ფანებს. ყველაზე ახლოს აქ გვყავს ეს ფანებმა რა თქმა უნდა კვირას შეუნიშნეს თამაში ლიგის თამაშზე. ანუ ხო რო ეს ჩატში მოვიწერე და გადაცემაში არის ფიზიკური მასე მეც ფონე რომ ეთყობა ბარსელონას რომ ფიზიკურად პრობლემა არ აქვს, აი კამბექები ამაზე მიუთითებს სელტასთან ქონდათ მანამდე კამბექი, რომ ანუ ძალიან ახალგაზრდა გუნდია და კონდიციები აქვს. კუნდემი თამაში ძალიან მაგარი თამაში. რაულში და დეიონგმაც მაგარი თამაში თამაშა, უბურთოდაც და 97% ხოდა პასების სიზუსტე თუ რაღაც და დეიონგიც ესეთი კარგი სიყო უშინ კარგი ოფცია ბარსასთვის. ფიზიკურობის გარდა ბარსელონა არის ძლიერი გუნდი მენტალურადაც, იმიტომ რომ ამდენი კამბექი შეასრულა ხა რეალთან 2-1 აგებდე შუა თამაში და ფაქტობრივად სკამიდან ხა შეტევა დიდად ვერ გააძლიერა, ხო? იმიტომ რომ ლევანდოვსკი არ ყავს, ეს სამეული წინ ისედაც იდგა და ნუ იქ გავით და ეგეთი ფეხბურთელები ცდილობდა რომ შემოეტანა და ნუ ეგეთი თამაში რომ დაატრიალა მოკლედ რემონტადა აქეთ რეალს ჩაუტარა, ნებისმიერ შემთხვევაში დასაფასებელია, თუმცა დასაფასებელია რეალის ეგეთი თავგანწირული თამაშიც, იმიტომ რომ აი იგრძნობოდა რომ რაღაცა 120% ჩადეს თითქოს რომ აი ეგ მსაჯების თემა, მოუგებელი ელ კლასიკოები ბოლო მატჩები, აი თითქოს ყველაფერი როგორღაც გადავფაროთ. კაი, ძალიან რო არ გაგვიგრძელდეს ამ თემაზე, გავაგრძელოთ და ბუნებრივია უნდა ვისაუბროთ ჩემპიონთა ლიგაზე, ცოტა ესპანური ფეხბურთი გვერდით გადავდოთ და წავიდეთ საფრანგეთის და ინგლისის მიმართულებით. PSG Arsenal. ესეც სუპერ მატჩი გველის, მოკლედ ორივე მათგანმა ითამაშა ტურის მატჩები, ვერც ერთმა ვერ მოიგო. PSG საერთოდ მიწასთან წააგო, Arsenal-მა კი სალპალას ვერ მოუგო, თუმცა ნუ არც ერთი მათგანისთვის ახლა შიდა ჩემპიონატი არ არის ტოპ პრიორიტეტი, ორივე მათგანს აქვს თავარი სადარდებელი, რაც არის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი. რას ვფიქრობთ? რა პროგნოზები გვაქვს და დავიწყოთ მოკლედ. უკვე იცი ლიგაზე როგორ ეტაპზე გადავედით, რა აი პროგნოზის გაკეთება აღარ ღირს რა, იმიტომ რომ ყველა შესაძლო განვითარება დასაშვებია. ნებისმიერ რაღაც შეიძლება მოხდეს. ორივე გუნდს აქვს თავისი დიდი პლუსი. Arsenal სტრუქტურულობა, ემას PSG-ს თავისი ფლუიდურობა და თავისი დალაგებული ნახევარდაცვა, ცენტრში გველოდება ძალიან საინტერესო თამაში. ემას Aston Villa როგორც ეთამაშა PSG-ს, მსგავსი რაღაცა რო გააკეთოს Arsenal-მა, სავარაუდოდ თლად ეგ უკვე რისკია ნახევარფინალში, იმიტომ რომ ფლანგ ანუ რაც ქნეს მე რომ შემოუარეს უბრალოდ ამ დაცვის ბლოკს, იგივე ხიფათი შეიძლება ელოდეს Arsenal-ს. მაგრამ მანდარის მეორე მომენტი რომ რამდენად კარგად აყენებს Aston Villa კომპაქტურ ბლოკს შუაში და რამდენად კარგად აყენებს Arsenal. Arsenal-ს ეგ პლუსი აქვს. რაღაც მხრივ ნახა უკვე არტეტამ, უნაი ემერიმ რომ რაღაცა პატარა ბზარი უპოვა ლუის ენრიკეს ამას და მგონია რომ გამოიყენებს კარგად. თან უკვე საკა კარგად დაბრუნდა, მარტინელი კარგ ფორმაშია, კივიორი სხვათა შორის კარგად ჩაჯდა, აი ძალიან კარგად ჩაჯდა, ფენტეზიში წამაგებინა წინა ტური და ნუ დეკლან რაისი პარტეი ბრუნდება, ხო? პარტეის დისკვალიფიკაცია აქვს, მაგის თქმა მინდოდა ზუსტად პარტეი მეორე თამაში დაუბრუნდება და ერთი რამ კიდე რაც ჩემი აზრით გასათვალისწინებელი არის ის, რომ Arsenal-ი გაიზარდა ცოტა რა და ბევრად უფრო გამოცდილი გუნდია ვიდრე PSG. და ამ ეტაპზე აი ამ ანუ კლასით თანაბარია ალბათ ოდნავ PSG გადაძალავს, მაგრამ
გამოცდილებით მგონია რომ არსენალს აქვს მცირედი უპირატესობა 50-50 აღარ ვიტყვი ბოლოს რა ვთქვი ცუდად დავამთავრე სად ვთქვი ეხლა მგონია რომ არსენალის სასარგებლოდ 51-52-58-ზე აი ამ გამოცდილების ხარჯზე გამოცდილების თემას გავაგრძელო ცოტა არსენალი ხო ჩვენთვის ყოველთვის ეს იყო რომ რაღაც ყიფე გუნდთან ასოცირდება და რომელიც ძალიან ლამაზად თამაშობს რაღაც ახალგაზრდები მაგრამ აი რაღაც გადამწყვეტ მომენტებში ტყდება ეხლა რაღაც უფრო პირიქით მგონია რომ რაღაც ძალიან ცივსისხლიანი და რაღაც რაციონალური გუნდის შტაბეჭრილებას ტოვებს უფრო პლუს ბოლო თამაშებში გამოჩნდა PSG-სთან რომ ახერხებენ ნახევარდაცვა გადაუტვირთვან ასტონ ვილაც ახერხებდა რომ 4-3-ზე შეექმნა ცენტრში და ნიცაც კი აი სკრინს ვაჩვენებ ძალიან კარგად ჩანს იქ რომ ორი ნახევარდაცველი ადის მაღლა PSG-ს ერთი ფლანგზე გადმოდის და ცენტრში არის ძალიან დიდი სივრცე და იქ იხსნება ნიცას ფეხბურთელი ისე ხშირად ვერ აკეთებდა როგორც ასტონ ვილა მაგრამ ეს რაღაც ტაქტიკური ელემენტია რომელზეც მოუწევს ენრიკეს მუშაობა ну არსენალის ბლოკი გასაგებია რაც ვიცი რომ ეს მყარია მაგრამ მე ვთვლი რომ PSG ბევრად უფრო მრავალფეროვნად შეუტევს ვიდრე რეალი უტევდა რეალი მეორე თამაში ძალიან პრიმიტიულად მარტო აწვდიდა ეს ჩაწოდება არ არის ახლა ის აკრძალული ელემენტი ფეხბურთში მაგრამ მომზადება უნდა ჩაწოდებას ანუ რეალი გადადიოდა და აწვდიდა და ამას შედეგი არ ქონდა იმიტომ რომ არც ფორვარდი ყავდა იქ არავინ არ იყო პლუს ახლა არსენალთან როსაც მონ პრემიერლიგაში ყველაზე მაღალი გუნდია საშუალო სიმაღლით ამას დიდად აზრი არ ქონდა ანუ რაღაც ბლოკი რომ რაღაც ემოძრავებინათ მაინც ერთი ფლანგიდან მეორეზე ამას PSG ამას გააკეთებს და უფრო მრავალფეროვანი შეტევა ყავს და პოზიციების ცვლილება და რაღაცეებიც მრავლად იქნება და უფრო შეამოწმებს არსენალის დაცვას მე ცოტა უფრო ვიხრები PSG-სკენ მაინც აი რაღაც 51-49-ზე ისე ამ ლიგაზე ითამაშეს უკვე ჯგუფურ ეტაპზე არსენალმა მოუგო 2-0 მაგრამ ის საერთოდ სხვა PSG იყო დემბელეც არ ყავდათ მაშინ რაღაც ენრიკესთან კონფლიქტის გამო და პლუს არც ყვარა იყო და ნუ საერთოდ სხვა გუნდი იყო ის ახალი წლის მერე PSG აღარ იყო ამიტომ ცოტა ის თამაში და ნუ რაღაც დონეზე ალბათ უნდა გავითვალისწინოთ მაგრამ ალბათ მაინც მე ცოტა PSG-სკენ გადავიხრებოდი რა იცი რა წინის წინა გადაცემაში როცა არსენალმა რეალს გადაუარა მან თქვით რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი დეკლან რაისი მთელი დოდიში მთელი თავისი დიდებულებით ჩანს მაშინ როდესაც უკან კარგად აზრდოს ეს ტომას პარტი ეხლა როდესაც თან ლონდონშია პირველი თამაში როდესაც ტომას პარტი არ იქნება სავარაუდოდ ისევ დეკლან რაის დაევალება უფრო მეტი დაცვითი ფუნქციის შესრულება ამიტომ რა შეიძლება მან შეცვალოს ამან შეიძლება შეცვალოს ის რომ რაისი უფრო ნაკლებად ავიდეს პრესინგზე და თუ რეალთან პრესინგზე რეალურად მან რაისმა ძალიან შედეგიანი ითამაშა აქ შეიძლება ეგ ძალა მოაკლდეს და PSG-ს თავარი ამიტომ ხო დაასრულებს წინადებას ამიტომ ვიტყვი რომ PSG-ს ნახევარდაცვა შეიძლება კონდეს უპირატესობა ვინ შეიძლება დადგეს იქ ანუ ვინ შეავსებს პარტეის ადგილს ჟორჟინიო ვარიანტი ალბათ თან ტრავმა აქვს ჟორჟინიოს ბოლო ტურშიც მე მგონი არ უთამაშია აი ეგ შეიძლება იყოს PSG-ს პლუსი მე უფრო მგონია რომ ტიმბერს აწევს შეიძლება ხო უთამაშია მანდ კი ბევრი უთამაშია და რაღაც უზასავით იქნება რომ დაცვიდანაც რაისამდე მიიტანს ბურთს და მე ცოტა წინა იწევს და ბლოკს არსენალს რეჟიმი რომ ორი საყრდენით უთამაშიათ ეგ არა მაგათთვის ანუ პრობლემა და ამძიმებს ფიზიკურად რეალურად ტიმბერ გურამ კაშიას რომ ნახევარდაცვა შეაყენებდა კეცბაია დაახლოებით ეგეთი ვარიანტი ხო აი რაღაც ნუ რაისი ტოპ თამაშებში ტოპ დონია ანუ ეგ აქვს რომ ანუ ისეთ სცენარი როდესაც არის რომ თანაბარი თამაშია პრესინგშიც სასარგებლოა უბურთოდათ შეტევაშიც ერთვება რასაც ვერ ვიტყვით ავტობუსების წინააღმდეგ იმიტომ რომ იქ ანელებს პასების გაკეთებას ხშირად დაბალ ბლოკებთან ანუ ტოპ თამაშებში რაისი ტოპ თამაშია კიდევ კარგი რაისი როცა არსენალში გადმოვიდა და სიტიში არ წავიდა განა იმიტომ რომ სიტი ცუდია უბრალოდ იქ იყო როდრი გასწორ კალვინ ფილიპსი რო წაიყვანა გვარდიოლამ კალვინ ფილიპსიც იდეაში პროსპექტი იყო რა და კალვინ ფილიპსი ახლა საერთოდ არავის არ ახსოვს სად არის და რაისი აგერ მართლა ტოპია და ბარემ ჩემს აზრს ვიტყვი იმ მატჩთან დაკავშირებით PSG არსენალთან რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება კიდევ ერთხელ ინდივიდუალურ პერფორმანსებს ხვიჩას დუეს მე მაინც მგონია რომ დუე იქნება ძირითადში და არა ბარკოლა დემბელეს რომელიც ბოლო თამაშებში ცოტა ჩაკარგულია და ირაკლი ძალიან გახარებული ამ ფაქტის გამო
და რეზიც ხის ფოტოს აღარ აგდებს ორ დღეში. კადრს მიღმა ირაკლი ძალიან ჰეითერია იმის, რა ქვია, უსმან დემბელესი და. ხო, ნებისმიერ შემთხვევაში მე 50-50-ს ვიტყვი, არც აქეთ გადმოიხრები, არც აქეთ, მაგრამ უნდა ველოდო ძალიან მაგარ მატჩს. გეთანხმებით იმაში, რომ აი ეს არსენალი უფრო რაღაცა გამოცდილი გუნდის დამეწილებას ტოვებს, თან ფსიქოლოგიური ბუსტის მხრივ არ უჭერს, ახლა მადრიდის რეალი გააგდო ჩემპიონთა ლიგიდან, ამაზე უკეთესი რა უნდა ინატრო, ხო? და რა ვიცი, ნებისმიერ შემთხვევაში ველით სუპერ მატჩებს და თქვენი აზრებით გულში მაყურებლებს მიმართავ, აუცილებლად დაგვიწერეთ კომენტარებში, თითოეულ კომენტარს ვკითხულობთ, თითოეულის აზრს ვითვალისწინებთ, განვიხილავთ კიდეც ჩატში მოკლედ თქვენს მოსაზრებებს და აქვე გეტყვით, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი არხი. ერთ ვიტყვი ფორმატზე რომ რატომ ან მე ვერ გავიგე რატომ მოუწია ბარსას და არსენალს აი მეოთხე ფინალში ნახევარფინალში მეორე თამაშები სტუმრად როცა უფრო ზემოთ დაამთავრეს გიაში კუფურ ეტაპი რაღაც აზრი ხო უნდა კონდეს იმ 32 გუნდიან ენჭის ყატარდება ხო და რატო ატარებენ ანუ რაღაც ის ხო უნდა კონდეს აზრი რომ აი 8 თამაში რატომ მოიკლას დრო არ იცოდე ყველაფერი ალბათ ეგ როგორ იყო იცი თავიდან ეგრე იყო რეზი რომ ზედა 8 გუნდს ვინც დაამთავრებს ყველა შემთხვევაში მოედის უპირატესობა აქვს და ნებისმიერ ეტაპზე მე ეგ შეცვალეს შუაგზაში ასე ვთქვი მე მახსოვს რომელიღაც პოდკასტს ვუყურებდი და აი გაკვირვებული საუბრობდა ერთ-ერთი არ მახსოვს ვინ იყო სიმართლე ინგლისურენოვანი იყო რომ აი შუაგზაში ამის შეცვლა იყო შეცდომა მოკლედ რა და მართლა სიგიჟე ხა გუნდებმა რა ვიცი გაიგიჟეს თავი იგივე არსენალმა PSG-მ არა არსენალმა ლივერპულს საერთოდ რამდენია დავკარგეთ ხო შესაბამისად ეხა იმის ნაცვლად რომ მეორე საპასუხო მატჩს თამაშობდეს სახლში არსენალი პირიქით ხდება ის რომ ლონდონში უწევს პირველი თამაში და რა ვიცი ხო ეგ ჩემთვისაც გასაკვირი თემაა რა აი მაისურის გახდაზე რომ ყვითელი არ მომწონს ისე არ მომეწონა ანუ იმიტომ რომ მოდი ვთქვათ 8 თამაში როცა უწევს ტოპ გუნდი ძირითადად ხდება 24-ში მე მგონი წელს კი იყო ვიღაცები ბოლო ტურში შეხდნენ იქ ასეთ PSG და City და ასე შემდეგ მაგრამ ძალიან თრული წარმოსადგენია რომ 8 თამაშიდან ტოპ გუნდი ვერ გავიდეს იქ ამიტომ თავი რომ მოიკლას რაღაც აზრი რო კონდეს იმ 8 გუნდში მოხვედრას რომ აზრი კონდეს დიდი გასაგებია რომ ერთ ტურს ტოვებ მაგრამ ორი თამაში ხო ეგ არის მაგრამ ნუ ისიც უნდა იყოს რომ რაღაც მეორე თამაში მაინც ათამაშეს სახლში რა მერვე ფინალში ხო ითამაშეს და წინა ფორმატშიც ეგრე იყო მერვე ფინალში სახლში გადიოდი და მეოთხე ფინალიდან უკვე აღარ იცოდი საერთოდ წინა ფორმატი სხვა ის იყო მაინც იქ შეიძლება ჯგუფში არჩენილიყავი აქ მე თოლა წარმომიდგენია რომ ახლა რაღაც სლოვანებმა და ვიღაცებმა ჩაგტოვონ ტოპ გუნდი რა ძალიან სხვაა მაინც ხო არა აქ განსხვავება არის ის რომ თუ ნახე თავიდან რაღაცა პრიორიტეტი მიენიჭა იმ პირველ 8 ადგილს და თითქოს გუნდება იმის გამო გაიგიჟეს თავი ხო ხვდები და ეხა გამოდის რომ თურმე ყველა გაიგიჟეს თავი განსხვავება იყო ის რომ ერთით მეტი თამაში ითამაშეს ну ახლა PSG-ს რავი ბრესტი გააგდო უპრობლემოდ რეალს ჰქონდა რთული თამაში და ну ხო ნებისმიერ შემთხვევაში ეგ ისეთი რაღაცაა რომ მე მგონი ცოტა უნდა ჩაუჯდნენ და განიხილო ერთი момენტი გვავიწყდება კიდე ბონუსებია სხვადასხვა ადგილის მიხედვით ხო ეგ პირველ 8 გუნდში ვინ შედის იმას ხომ ბევრად მეტი აქვს გუნდი ვიდრე შედარებით ქვემოთ და პლუს იმ 8-ში ვინ რომელზეა იქაც სხვაობა ანუ ლივერპულმა იყო ბევრად მეტი ვიდრე ოღონდ ბევრად მეტი არის რამოდენიმე მილიონი შეიძლება გუნდზე როცა ვლაპარაკობთ ეგ რამოდენიმე მილიონი არც რაღაცა ჟღერს მაგრამ ჩემი აზრით ძალიან ბევრია და ნუ ეგაც ხო არის მიზეზი გაჭირვებული ფეხბურთში რაღაც 1-2 მილიონი გაკეთდეს ხო US Eindhoven-დან ტურინში დაბრუნება დაუფინანსეს და კარგი და მეორე მატჩი რაც განსახილველი დაგვრჩა ეს არის მე ვფიქრობ არანაკლებ საინტერესო დაწებული ბარსელონა ინტერი აქ პირველი თამაში გვაქვს მონჟუიკზე ბარსაში იმაში კატალონიაში და ეგ თამაშიც ძალიან ბევრს გადაწყვეტს მოდი ჯერ დაგითხოვთ მე ვიტყვი ჩემს აზრს თუ გახსოვთ მეორე გადაცემაში ვთქვი რომ ძალიან მინდა რომ წელს ვნახო ინტერი ბარსელონა თქვა ცოტა ადრე რომ მენახა მერჩივნა ძალიან გადაიწვა ინტერი უკვე ასაკში არის აღარ შეუძლიათ კაცს ამდენი სირბილი მაგრამ მაინც მგონია რომ ამ ბარსელონას თუ რომელიმე გუნდი გააჩერებს ეს იქნება ინტერი გუშინ რაც ვნახეთ ყველაზე კარგად რეალი აწყობდა შეტევებს როცა პასი მიდიოდა განაკაციდან კაცზე სივრცეში როცა კეთდებოდა პასი
და კედლის გათამაშებით ამოდიოდნენ ძალიან მაგრად. ის კიდე ერთი მომენტი იყო ფრან გარსია რო გაიქცა და ვინისიუსმა რო უბრალოდ ბურთი წაიღო თორე აი ეგ არის კლასიკური ინტერის შეტევა. ბარსელონას აი ეს ძალიან მაღლა აწეული ხაზი თუ ეგრე ითამაშა იქნება 64 დიმარკოსთვის და დუმფრისისთვის რომელიც ბრუნდება. ძალიან არა, მაგრამ ცოტა სუბიექტურად ვიძახი. მაგრამ მგონია რომ ოდნავი უპირატესობა აქვს ინტერს. იმის მიუხედავად ყველა ლაპარაკობს რომ აი ინტერის გრძელი სათადარიგოთა სკამი, როგორც ინტერის გულშემატკივარი ვიძახი რომ არ გვაქვს გრძელი სათადარიგოთა სკამი. დაცვაში კი ბატონო, დაცვაში ძალიან კარგადაა ყველაფერი, მაგრამ აი ოდნავ შემტევ ფეხბურთელებში ერთადერთი ყავს ფრატეზი. დანარჩენი ჟელინსკი დამტროულია, ასლანი არ გამოდგა. ტარემი ზედმეტად მორიდებულია იმისთვის, რომ ფეხბურთი ითამაშოს ესეთ მაღალ დონეზე. და ნუ კორეა, რა ვიცი, ეგ ინტერის ფანების აზრი თუ გაინტერესებთ, გუნდში, იმიტომ რომ წვავს კარგად. იმიტომ რომ ფოტოები რაც იდება ბარბეკიუს და სულ ეგ დგას და მგონია რომ ყველას მოწონს მაგის შემწვარი წვადი და მილიონებს უხდიან მაგაში. ნუ ახლა არგენტინელი როს მაგრამ ხორცო კარგად წვავს ეგ. ხო, მაგრამ ლაუტაროც ხო არგენტინელი კაცო. ლაუტაროც კარგად თამაშობს. ხო და პედრი იქნება გასაჩერებელი პირველ რიგში, ძალიან მაინტერესებს. პედრი ბარელა ცენტრში რა მოხდება? იმიტომ რომ პედრი თუ გააჩერდა, მერე იამალი იმდენად სახიფათო აღარ არის, აღარც რაფინია, მგონია რომ ტვინი ამ გუნდის არის პედრი და პედრიზე აწყობილი მთელი თამაში. და სხვაობა რა არის? ინტერი თანახმა არის უბურთოდ თამაშზე. ინტერი სავარაუდოდ ჩადგება დაცვაში და როგორც კი დაინახავს აი იმ დერეფნებს გასასვლელს, იმას გამოიყენებს. მგონია რომ ინტერი ნოუკამზე კი არა და მონჟუიკზე ორ გოლს გაიტანს. რამდენს მიიღებს არ ვიცი. შეიძლება 4 ბურთი მიიღოს, მაგრამ მგონია რომ მინიმუმ 2 ბურთს ბარსელონას ამ მაღალი პრესინგის ხაზს და მაღალი დაცვის ხაზს გაუტანს. ახლა მეიხო. ახლა დაიწყე დრო მოვიტოვე რომ რაღაცა ახლა რომ გადაული ინტერს მერე პასუხი გაქვს. გადაული, მე ინტერ თვლი რომ ეს ინტერი ძალიან ესეთი რევოლუციური გუნდია, სიმონ ინზაგი მაქსიმუმს იღებს, შეიძლება ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ფეხბურთის სამმავლო რაღაც განვითარებაში ამ ინტერმა. ჯერ ვნახოთ როგორ აითვისებენ სხვები ამ ფლუიდურ სქემას. და თვლი რომ გეთანხმები მაშინ რომ ბურთით ინტერს აქვს იმის უნარები და ისეთი კომბინაციების გათამაშების, რომ ბარსას მაღალი დაცვის ხაზი შეამოწმოს. ფლანგებიდანაც და შეიძლება ცენტრიდანაც. მაგრამ მე მგონია რომ ბარსა არის რაღაც 60%-ით ფავორიტი. ერთი რომ ინტერი მეორე ტაიმებს ვეღარ თამაშობს უკვე. ნაპოლისთან, მილანთან გამოჩნდა თასზე. ფიზიკურად ვეღარ ქაჩავს. ეს პრობლემაა. მეორე ინტერი ცუდად იცავს თავს დაბალ ბლოკში. ვერც ფლანგებს იცავენ, შორეულ ძელსაც ვერ კეტავენ, ანუ ინტერი ჩადგება დაცვაში და მოუწევს დაცვაში შედგომა, მგონი ორივე თამაში რაღაც ნაწილის გატარება მნიშვნელოვანი მონაკვეთების. ნუ გასაგებია შეიძლება ვერ შეაბოს ბარსელონამ გოლი აქვს. მაგ მალიორკასთან ქონდა თამაში 40 ჯერ დაარტყეს და ერთი გაიტანეს. ეგეთ რაღაცებიც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ნუ ეს ბარსასთვის უპირატესობა იქნება. ანუ მე ვფიქრობ ინტერი შარშან იყო ბევრად უკეთესი გუნდი ვიდრე არის წელს. კი. მიუხედავად იმისა, რომ შარშან ადრე გამოვარდა, ხო, ატლეტიკოსთან. არნაუტოვიც მოტყდეს მარჯვენა ფეხი. ანუ ეს უპირატესობები აქვს ბარსელონას, რომელიც წესით უნდა გამოიყენოს. იგივეს მომდი ბაიერნზეც, მე ვთვლი რომ ბაიერნი რომ ყოლოდა ის ფეხბურთელებიც დააკვირდა, გავიდოთ. ნუ ბარსასთვის სერიოზული პრობლემა არის, რაც არ ვისაუბრეთ წინააღმდეგზე, ეს არის ალეხანდრო ბალდე, როცა არ ყავს. ბალდეს ძალიან აქვს მომატებული, ფლიკის ეფექტმა ბალდეზე იმუშავა. პრესინგს კეტავს ძალიან კარგად, ანუ აი მარტინი ვერ კეტავს, უბრალოდ მარტინი აშკარად სუსტი რგოლი არ ვიცი ბალდე როდის დაბრუნდება, შეიძლება მეორე თამაში იყოს, ან არ იყოს, არ ვიცი. ლევანდოვსკი რომ არ არის, მე მგონია რომ ბარსელონას უკეთესია. ვიტყვი რატო? აჩერბი ძალიან კარგი არის კლასიკურ ცხრიანებთან, ჰოლანდი, ლუკაკუ, ლევანდოვსკი. აჩერბი სახა მოუწევს ფერან ტორესს და ოლმოსთან თამაში, რომლებიც მეორე ტემპით ჩერბიან, ანუ არა ესეთ თავდასხმულთან, რომელიც საჯარიმოში არამედ რომელიც იქ შედის.
ეს მონია რომ საკოვანი აჩერებისთვის ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან პრობლემა უნდა იყოს, ესეც არის. ამიტომ მე ეგრე ვიხრები ბარსელონასკენ რომ 60%-ს ალბათ მივცემ. აი ეს ფერან ტორესიც, რომელიც წინა სეზონებში რაღაცა ბულინგის მსხვერპლი იყო ბარსელონას გულშემატკივრების მიერ, ეხლა ისე კარგად ჩაჯდა ამ ლუის ენრიკეს სქემაში, საერთოდ ლუის ენრიკე არა ბოდიში. ჰანსი ფლიკის სქემაში, რომ საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ კიდე ეს მართლა პლუსი იყოს, აი ზუსტად იმ აჩერბის თემა რო გავაგზავნოთ, იმიტომ რომ იმას ძალიან უყვარს ცხრიანების ჯიბეში ჩასმა, აი ეს კი იმდენად ლავირებს და ისე კარგად ინაწილებს იმ სივრცეს, თუნდაც ოლმოსტენთან არა, რაფინია თუ შემოდის ცენტრისკენ, რომ ეგ შეიძლება ინტერესის პრობლემა გახდეს. მაგრამ ინტერესის თავარი უპირატესობა, ჩემი აზრით, იქნება ზუსტად ის, რაც ირაკლიმ თქვა, ბოლო 2 წლის განმავლობაში ინტერის დაცვიდან ამოსვლის რაღაცა ეპიზოდები არის წიგნებში რომ უნდა შეიტანო, აი ბავშვები რომლებიც ფეხბურთს სწავლობენ, ისინი უნდა დასვა და აი აჩვენო მართლა როგორ ამოდის ინტერი დაცვიდან. და როგორ იღებს მერე რაღაცა მოედნის ცენტრში ბურთს ან ლაუტარო მარტინესი ან ლუკაკუ და ტურამი და ანაწილებს ამ ბურთს ძალიან ლამაზად ფლანგებზე რა. ეგ იქნება ჩემი აზრით ძალიან კარგი გამოცდა ბარსელონას მაღალი დაცვის მასთან ხასთან და პლუს ნუ პრესინგთან, რომელსაც ლამინი ამალი და რაფინია ფლანგებიდან აკეთებენ. რაც შეეხება მარცხენა მცველს, რაც ახსენე რეზი, რეალთან მატჩში, როდესაც ეს მარტინი გავიდა მოედნიდან, ინიგო მარტინესთან დგა მარცხნივ. ხო არ ველით რომ იგივეს გააკეთებს, იმიტომ რომ რეალურად ინტერის მარჯვენა ფლანგიდან ფიზიკურად ძლიერი, მაღალი, ისეთი შემტევი სტილის კაცი ყავს, ხო, დონფრისი. და აი დავფიქრდი გუშინ მაგაზე, რომ ხო არ ჯობია რომ ინიგო მარტინეს დადგეს იქ, იმიტომ რომ რაფინიაც კარგად ეხმარება დასვას. რაფინია ბიელსას სკოლა გავლილი. და ნუ ბოლოს პედრი რა თქმა უნდა, ჩემი აზრით და ამ შემთხვევაში ობიექტური ვარ, სოფლიო საუკეთესო ნახევარმცველი ამ მომენტისთვის, ადამიანი რომელსაც ნებისმიერი პრესინგიდან და ნებისმიერი ზეწოლიდან გამოძრომა შეუძლია ისე ლამაზად, რომ მისი ფეხბურთის ყურება არის, რა ვიცი, უდიდესი რაღაცა სიამოვნება. ნებისმიერი დაცვის გახსნა შეუძლია, მე მგონი არ არსებობს კონი ბლოკი, სადაც პასს ვერ აძრენს. ანუ ხო შეიძლება 60 ბევრი ვთქვი, მაგრამ ნუ უბრალოდ ინტერი მგონი, ეს არის რაღაც ისეთი, ეს არის ამ ინტერის თაობისთვის შეიძლება ბოლო დიდი წასვლა, იმიტომ რომ რაღაც გადახალისება შემდეგ დაიწყება, რომში ასაკინამდე. ბარსასთვის ეს ბარსა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა გუნდია, მთავარი ხალხი ვინც არის, ხო? პატარები არიან რა. კიდე წინა აქვს. ესე გამოცდილება იმის შეჯახებაც ალბათ რაღაც ფაქტორი იქნება, მაგრამ ნუ და ის რენსინას ჩამოთვალეს, მაინც მიბიძგებს იმისკენ, რომ ბარსას აქვს ესეთი. უფრო დიდი უპირატესობა, ვიდრე მეორე წყვილში არის, აქვს რომელიმე. აქვე ალბათ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბარსელონას შედარებით კომფორტული უპირატესობა აქვს ლა ლიგაში. ანუ ლა ლიგაში შეუძლია რომ ცოტა ყურადღება მოადუნოს და ინტერს პირიქით ბოლონიასთან მარცხით რეალურად საპრობლემო გაუხდა ეს შიდა ჩემპიონატი. თან როგორც იქამ თქვა, კვირას წერთ გადაცემას. სულ რამდენიმე საათში საკმაოდ რთულ მატჩი რომას ეთამაშება. იქ ბასტონი არ ყავს. ზუსტად ჩაწერამდე ვსაუბრობდით, რამდენად გადაახალისებს შემადგენლობას, ანუ რამდენად ზოგადად მე ვფიქრობ, რომ დასვენების ფუფუნება, ფეხბურთელების დასვენების ფუფუნება ამ ეტაპზე ინძაგის არ აქვს, იმიტომ რომ თასიდან გამოვარდა მილანთან და ნუ ეს მილანი ხო გადაულახავი ბარიერია ინტერისთვის ამ სეზონში, პლუს დგას რისკი იმისა, რომ სკუდეტოც ვერ მოიგოს და ეს რაღაცა ძალიან კარგი ინტერი ისე არ მოხდეს, რომ უტიტულოდ დარჩეს რა. ეგ მე მგონი უტიტულოდ თუ დარჩება, სერიოზული შეკითხვებით მივლენ ინძაგისთან. არა? არა. ინძაგისთან გუშინ მკითხულობდი ზუსტად, არა, გუშინ მილანთან თამაშის მერე აუზილიო სპორტული დირექტორი გამოვიდა და არაფერს არ ნიშნავს და ახალ კონტრაქტს თავაზობთო და აბსოლუტურად სამართლიანი. კი, რა თქმა უნდა და ერთი ესეთი იდეა მაქვს მე პირად, თუ ინტერი ვერ მოიგებს სერიას და ჩემპიონთა ლიგას, ერთის მხრივ შეიძლება იყოს ძალიან კარგი. იმიტომ რომ გადახალისდება ძალიან გუნდი, გაზრდავდება და ინძაგის უკვე ძალიან მაგარი საფუძველი აქვს ჩაყრილი. შეიძლება მივიღოთ შემდეგი წლიდან გუნდი, სადღაც იანვრიდან, რომელიც იქნება დომინანტი დიდი ხანი. თავისი ამ რაღაცნაირი ჟონგლიორული თუ როგორ ფლუიდურიც აღარ ქვია ესეთი ფეხბურთით და კიდე ერთი ფაქტორი 2 წლის წინ ინტერმა წააგო ბოლონიასთან, რადგან თავის კარებში რაღაც სასწაული გააკეთა, მილანმა იქ გადაასწრო და ინტერმა მოიგო 5-დან 5 თამაშის სერიას ფინიში. მილანმაც იგივე ექნა და გახდა მილანი.
ინტერი აა 80% მოთამაშეების იგივეა. მსგავს სიტუაციაში სერიაში ნამყოფია და იცის მაგ დროს როგორ უნდა კონცენტრირდეს, იცის როგორ უნდა მოემზადოს, მაშინაც ინძაგი იყო მწვრთნელი. ჩემპიონთა ლიგაზე ეს ინტერი არის იგივე ინტერი, ასევე სადღაც 80%-ით, რომელმაც სიტისთან წააგო ფინალი და ის გამოცდილებაც აქვს. ზოგადად იმდენად ვეტერანი და იმდენად ბევრის მნახველი მოთამაშეები ყავს ინტერს, რომ ეს წინ აქვს რეალურად დარჩენილი მინიმუმ 7 ფინალი ინტერს, მინიმუმ. იდეალურ შემთხვევაში და ჩემთვის ძალიან გასახარ შემთხვევაში 8. ესეთ დროს ვეტერანი მოთამაშე ბევრად უფრო ფასობს ჩემი აზრით, ვიდრე ახალგაზრდა ტოპ ტალანტი. იმიტომ რომ ვეტერანს შეუძლია 95 წუთი, 125 წუთი კონცენტრირებული იყოს, ახალგაზრდა მოთამაშე სადღაც დაკარგავს კონცენტრაციას და პლუს კიდე მგონია რომ რაც ბაიერნთან ნახეთ, ინტერი რაღაც მომენტში ისე ჩაკეტავს დაცვას, რომ სადღაც რაღაც მომენტში მაინც ბარსელონას დაჭირდება ჩაწოდებები და მან ძალიან დააკალდება ლევანდოვსკი. აი ეს ცრუცხრიანს და პოზიციების შეცვლას რამდენად მოახერხებენ 8 კაციან კომპაქტურ ბლოკს, რომელიც კიდევ უფრო უკან ჩაიწევს და რომელიც უფრო ახლოს მივა. ეგ რაც არ უნდა მოხდეს, ეს ყველაფერი არის რაღაცა იდეები, აზრები, ერთი რაღაც ვიცით, მარტო რომ ძალიან მაგარი თამაში გველოდება. დანარჩენი რა მოხდება, რა სიურპრიზებს შემოგთავაზებენ, კაცმა არ იცის. და მილანსეც დავამატებ ერთ თემას, რომ მილანთანაც აშკარად თასი ინძაგიმ დაიკიდა, იმიტომ რომ ჩალხანოღლუ არ ათამაშა, ბარელაო 60 წუთის არ ათამაშა, იქ ხალხი დაასვენა, ნახევარი გუნდი არ გამოიყვანა და დამცუდა საჭს ეხვეწარო დრო არ დაამატო, იმდენად უფრთხილდებოდა, ხო. თან პლუს ამას იცი რა, ერთ დავამატებ სულ რამდენიმე წელანდებას და ეგ არის. ჯერ ერთი ხო რაღაცა ბმა მიდის იმ 2010 წელთან იქაც რო უძლიერესი ბარსა გამოაგდო ინტერმა და მერე ჩემპიონი გახდა, ბუნებრივი ეგ ფლეშბექები გაჩნდა ინტერის ფანებში და ერთიც ახლა დარჩენილი 4 გუნდიდან რეალურად ყველაზე ნაკლებს და ბევრად ნაკლებს სატრანსფერო ბაზარზე ხარჯავს ინტერი, ხო? ინტერი რო გავიდეს ფინალში ან ინტერის გულშემატკივრებისთვის საუკეთესო შემთხვევაში მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, სიტუაცია დადგება ისე, რომ ფაქტობრივად აი ლარნახევრად აწყობილმა გუნდმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ეს იქნება რაღაცა სწორი მენეჯმენტის, სწორი პროექტის კიდევ ერთხელ დაფასება და ფეხბურთის გულშემატკივრებს ეს ყოველ შემთხვევაში უყვართ, რომ აი თავისუფალი აგენტებით, სწორი მენეჯმენტით თან იტალიურ გუნდს ძალიან დიდი ხანია არ მოუგია ჩემპიონთა ლიგიდან, რა ვიცი, ვეთანხმები ირაკლის, რომ PSG Arsenal-ის არ იყოს, აქაც გველის რაღაცა უშეღავათო ბრძოლა და ძალიან მაგარი მატჩები. კარგი, ეგ არის და ეგ პრინციპში რაც გვინდოდა გვეთქვა, თუ რამის დამატება გსურს, რა ანგარიშს დამთავრდება. ანგარიში არ ვიცი. არც მე არ ვიცი, მაგრამ ისე რაღაცა თქვი. იქ ხერას ფიქრობ რა ანგარიში დამთავრდება. 3-0? ამანი იმან აჩერბი და ბასტონი საერთოდ გაგვიქრა. რა კარგია რომ კადრს იგიცის. მე მართლა ისე მგონია რომ ბევრად მეტი მომენტ შექმნის ბარსელონა. რა ეგ რა თქმა უნდა. აი მე უკვე ეგ რეალიზაციის აი ესეთი მატჩია რომ მართლა ვერ გამოიცნობ რა შეიძლება მოხდეს რა და ბუნებრივია ის რასაც ჩვენ ვსაუბრობთ არის ჩვენი აზრები, რაღაცა ვიფიქრეთ, დავფიქრდით და იმედი მაქვს რომ ამას დაგვიფასებთ, დალაიქებთ ამ ვიდეოს, გამოიწერთ ჩვენს YouTube არხს და ხო, იმასაც დავამატებ, რომ სპონსორობის შემთხვევაში, სურვილის შემთხვევაში ჩვენ ღია ვართ. აღწერაში მითითებულია იმეილი, Facebook-ზე მითითებულია მობილური ნომერიც, რომელზეც შეგიძლიათ რომ დაგვიკავშირდეთ და ხო, მოუწოდებთ ალბათ განსაკუთრებით იმ ქართულ კომპანიებს, რომლებიც ფეხბურთთან ყველაზე ახლოს არიან და ჩვენს თემატიკასთან ყველაზე ახლოს არიან. მე ზუსტ ანგარიშს ვიტყვი და ისე დავამთავროთ რა. 2-1 იგებს ინტერი. გასვლაზე. ნახოთ, საინტერესო ის არის. რაღაცა ძაღლის ვიდეო დახე ბურთს უგდებდი. აურე. ეგარი. პედრის ტრავმას წურავს 2 დღეა თუ 1 კვირა. არა, პედრის ტრავმა ვერ გავწურო. ეგ კუნდეს ტრავმას მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა. კარგი, დავამთავროთ. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით. შემდეგ ეპიზოდში. უყურეთ ფეხბურთს, ითამაშეთ ფეხბურთს და რაც მთავარია, გიყვარდეთ ფეხბურთს. ერთად გავწუროთ ინტერის უტიტულობა წელს.